მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ის მენას მაყურებელს დღეს გვექნება საუბარი 2-8 მარტის შვალეთში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. მე მიხეილ ცაგარელი ვარ და თქვენთან ერთად ვისაუბრებ სწორედ ამ კვირის ტენდენციებს და პირველში განსაკუთრებული ყურადღება 3 მარტს. ეს არის სამშაბათი დღე, აქ თავდება უკვე დაბნელებების ორკვირიანი დერეფანი, რომელსაც ჩვენ გავდიოდით და ჩვენ აქ გვაქვს ცოტა მძიმე ენერგეტიკული დღე, სამშაბათს არის სავსე მთვარეობა და ერთდროულად მთვარის დაბნელების დღე. მოგეხსენებათ, დაბნელებებზე ყოველთვის მაღალია ტრაუმატული ტენდენციები, ასევე ჯანმრთელობის გაუარესებამ შეიძლება იჩინოს თავი, შეცდომები, ცდუნებები, კონფლიქტური, აგრესიული გაზიანებები, აქ ყოველთვის თვალშისაცემ შეიძლება ზოგიერთი უფრო დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდეს და ასე შემდგომ. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით, პერიოდი რთულია, გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას, გავფრთხილდეთ ერთმანეთს, ამ დღისთვის, ანუ 3 რიცხვში არაფერი მშვენი არ დაგეგმოთ. არავითარი ახალი პროექტები, მშვენი შეხვედრები, მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი იქნება მერე ფუჭი, ან ისე არც არ იმართება, როგორც თქვენ გსურთ. ამიტომ ამ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. სამაგერად ორშაბათს ორში პლანეტა მარსი განასვლებს თევზების ზოდიაქოში, გააძლიერებს ადამიანებში ქორეოგრაფიულ მონაცემებს და მისტრაფებებს და უფრო მეტ ენერგიას დახარჯავენ ადამიანების შემოქმედებით მუშაობაში, საქველმოქმედო აქციებში, ინტერესი ესოთერული საკითხებისადმი, რელიგიური დარწმენის საკითხებისადმი, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისადმი რადიკალურად მოიმატებს საზოგადოებაში. ამასთან ერთად უკვე 6 მარტს პარასკევს პლანეტა ვენერა, ზევარულის მმართველი პლანეტა დატოვებს ფრიად ნას, მეტად რომანტიულ, მეტად სენტიმენტალურ სიყვარულში თევზების ზოდიაქოს და გადაანაცვლებს მეტად აქტიურ, ენერგიულ, კამათის დიდ მოყვარულ და ზოგჯერ აგრესიულ ვერძის ზოდიაქოში. ამიტომ სიყვარული უფრო გამოცოცხლდება ხდება, გახდება უფრო აქტიური, ენერგიული, მეტად კომუნიკაბილური, მაგრამ დროდადრო ესეთ კამათისადმი მისტრაფები და აგრესიული ელემენტებით იქნება იგი შეზავებული. სწორედ ამ მოვლენით იქნება ეს გამოწვეული. რაც შეეხება ახლა სხვა მოვლენებს სამაგეროდ, დედამიწა გადავიდა დადებით ენერგოველში და მთელი მარტი იქნება პოზიტიურ ენერგოველში, რასაც უდაოდ გილოცავთ, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგია. ეს ასევე დაგვეხმარება აი ამ სწორედ მთვარის დაბნელების შედარებით უკეთ გავლაში, მაგრამ მაინც ეს დღე ითხოვს სიფრთხილეს და ყურადღებას, უდაოდ სამშაბათი დღე, მაგრამ მთლიანობაში უკვე აი სამშაბათის შემდგომი დღეები იქნება გაცილებით უფრო კარგი და უფრო სასიკეთო ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის. ამიტომ უკვე 3 რიცხვის მერე სასიკეთო მოვლენებია მოსაოდნელი თითქმის ყველასთვის. პირველ რიგში დავიწყოთ ვერძისთვის. ვერძებო, ესე იგი 4 რიცხვამდე განსაკუთრებული სიფრთხილე, მერე უკეთესობა იქნება, მაგრამ მაინც თქვენ გადიხართ დაბადების წინა პერიოდს და ეს გახსოვდეთ. ფაულ მტრებს, ჭორებს, ინტრიგებს არ ზინავთ, მოშორნეების აქტიურდებიან თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ ენასკვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით. ამიტომ გავიაროთ ცოტა ფრთხილად მაინც ეს პერიოდი, არაფერი ახალი მშვენი სარისკო ამ დროს არ გვინდა. მშვიდად უნდა გაიაროთ ეს პერიოდი, ჯობია ძველი საქმე დაასრულონ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი, ასე ვთქვათ, ემოციური მდგომარეობა. აი მათი დრო დაუთმეთ დავუშვათ ოჯახს, სახლში გასაკეთებელ საქმეებს, რაღაც პრობლემები იყო, შვიდად გაიარეთ და ეს პრობლემები შვიდად გადაწყვეტეთ და უფრო მეტ მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ, ვიდრე ხა რაღაც ახალ სარისკო სფეროებში ჩაერთოთ და იქაც გარკვეული შეიძლება შეცდომები დაუშვათ, რაც მერე დამატებითი პრობლემების ფაქტორი გახდება. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 5 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 3-7 მარტის დღეები და ეს რიცხვებიც. და რაც შეეხება კუროს, კუროებო უპირველეს ყოვლისა აქ ავნიშნოთ, რომ სიფრთხილე გარკვეული საჭიროა განსაკუთრებით 3 რიცხვში. აქ არაფერი არ უნდა დაენიშნოს მნიშვნელოვანი და ცოტა გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას, მაგრამ დანარჩენი კვირის დღეები თქვენთვის კარგია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, შრომის უნარიანობაც მატულობს თქვენში და მოდი ავნიშნოთ, რომ გარკვეულწილად წინა პერიოდის პრობლემების მერე თქვენ უკვე ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, როიტყვიან აქტიურდებით, უფრო ენერგიული ხდებით, რაღაც ცვლილებებით შეგაქვთ თქვენ ცხოვრებაში, ანუ რეფორმების დროა. გინდათ გარეგნული ცვლილებები, გინდათ მეთოდოლოგიის, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, გინდათ ახლებური ურთიერთობების წარმართვა, ანუ ერთ სიტყვით შეიძლება საინტერესო ცვლილებები და საინტერესო პერსპექტივებიც გამოვლინდნენ თქვენ ცხოვრებაში. ძალიან კარგი პერიოდია უკვე კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ 3 რიცხვის მერე ეს ხდება ყველაფერი, სწავლისთვისაც კარგია. აქ ახალი ურთიერთობებით შეიძლება ჩამოყალიბდეს
ჩამოყალიბდეს, საინტერესო ადამიანებიც გაიცნოთ. ეს ის პერიოდი, როდესაც ინტერნეტთან კონტაქტი იქნება უფრო მყარი, სამი რიცხვის ჩათვლით, თხილად ინტერნეტთან ფეიკების ალბათობა გაქვთ მაღალი, აი სამის მერე გაცილებით უკეთესია და მეგობრული კონტაქტებიც უფრო ამაღლებულ ელფერს შეიძინოს. ყველაზე კარგია თქვენთვის 4 და 8 მარტის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგა 2 და 6 მარტის დღეები და ეს რიცხვები, მაგრამ სამი რიცხვი რო ყველამ თხილად უნდა გავიაროთ, ეს მე მგონი ყველამ ვიცით. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, აღნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი ცოტა დაბალია უკვე, ამიტომ ძალიან გადაიღლებით, მაგრამ ჩვეულებრივად დაიღალეთ. ეს კი, იმიტომ რომ მთლიანობაში კარგია პერიოდი კარიული განვითარებისთვის. შეიძლება ფინანსური სფერო საკმაოდ კარგად გქონდეთ აწყობილი ამ პერიოდში და მოულოდნელი ცვლილებები შეიძლება მოხდეს საქმეებში. პერსპექტიული წინადადებები შეიძლება მიიღოს, ზოგიერთი გეგმა, პროექტი შეიძლება განახლდეს და ამან მოგიტანოთ ასევე როგორც მორალური, ასევე მატერიალური კმაყოფილება. თუ კარგ ურთიერთობებს შეენარჩუნებთ იგივე კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს უფრო მეტად ხელშეუწყობს თქვენს შემდგომ პროფესიონალურ განვითარებას და კიდევ კარიერულ წინსვლასაც. ყველაზე კარგია თქვენთვის 5 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 3 და 7 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, საკმაოდ კარგი პერიოდი, ესე იგი 3 რიცხვის ჩათვლით თხილად, ორშაბათი, სამშაბათი და უკვე 4 რიცხვიდან იწყება თქვენთვის ძალიან საინტერესო პერიოდი, რომელიც ახსოვს იქნება საინტერესო შთაბეჭდილებებით, ახალი შესაძლებლობებით ჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ახლებურად შეიძლება წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები და შესაძლებლობები. ხელს უწყობს უკვე ეს პერიოდი თქვენი გეგმების, სურვილების ასრულებას, აქ მხარდაჭერა ძალიან მაღალი გაგვთირებული ყოფი ადამიანებისგან და აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც უნდა აქტიურად იმოქმედოთ. მოგზაურობა იქნება გადასარევი, უცხოელებთან კონტაქტი, უცხოელების ათვისება, შეიძლება უცხოელებთან რაღაც გარკვეული პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ფინანსური დივიდენდებიც კი იქიდან შემოვიდეს. ამიტომ რაც შეიძლება ამიტომ იმოქმედეთ, აქტიურად ინტუიციაზე დაყრდნობით და პლუს ამასთან ერთად ოპტიმიზმი წინაპლანზე. რაც არ უნდა პრობლემა იყოს, ოპტიმიზმი დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის გადალახვაში. ამიტომ თქვენთვის იწყება ძალიან კარგი პერიოდი უკვე 3 რიცხვის შემდგომ, რომელიც ფრიად, აქტიურად და ინტენსიურად უნდა გამლოთ. გინდათ ბიზნეს კუთხით, გინდათ პირადული კუთხით, აბსოლუტურად ყველაფერში გამართლება, იღბლიანობა უკვე თქვენს მხარეს არის. ყველაზე კარგია თქვენთვის 4 და 8 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგა 2-6 მარტი და თხილად 3 მარტს, ანუ მთვარის დაბნელებაზე, რომელიც თქვენზე ამოდროულად ყოველთვის ცუდად მოქმედებს. რაც შეეხება ლომის იმპერატორულ ნიშანს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა კლებულობს, ამიტომ ძალიან გადაიღლებით. შეულებრივად დაიღალეთ, მაგრამ გადაღლის გარეშე, რომ მე შესაბამისად არ დავუშვათ გადაღლის ფონზე. ამავდროულად გეძლევათ იმის საშუალება, რომ 4 რიცხვიდან უკვე პირველი 2 დღე თხილად გავიაროთ, ორშაბათი, სამშაბათი, იმიტომ მძიმე დღეებია და უკვე 4 ზოგიერთი საქმე ძალიან კარგად დასრულდება სხვათა შორის. აქ შეიძლება უფრო თავისუფლად იგრძნოთ თავი. ეს რაღაც შინაგანი ასე ვთქვათ, მერქეობები ან შინაგანი ჩაკეტვები უკვე ნაკლებად იმოქმედებს თქვენზე და ინდივიდუალურ პროექტებში შეიძლება ასევე და შემოქმედებითი ნიჭის სფეროში აშკარად გამოვლინდოთ თქვენი კარგი მონაცემები. მთლიანობაში ერთ სიტყვით კარგი პერიოდია, მათ შორის ხელს უწყობს იგი ფინანსურ საკითხების მოგვარებას და თუ რაღაც იყო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული, ამასაც ძალიან კარგად სხვათა შორის მოგვარებთ, რომ ამ კუთხით იღბლიანობა თქვენს მხარეს არის, მაგრამ თქვენას კბილს დააჭერთ და საიდუმლოს დაიცავთ თქვენი გეგმების და უშუალო შესაძლებლობების, ეს უფრო მეტად ხელშეუწყობს თქვენს წინსვლას. თუ წინ გათქვათ, მაშინ შეიძლება ყველაფერი უგულმა დაგიტრიალდეთ, ესეც გაითვალისწინეთ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 6 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 3 მარტის დღე და ეს რიცხვი, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა გამლოთ. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ქალწულებო უკვე კარგი პერიოდი დგება 4 რიცხვიდან თქვენ ცხოვრებაში, ესე ორშაბათი, სამშაბათი ცოტა ფრთხილად გავიაროთ, მაგრამ უკვე 4-დან ენერგოტონუსიც უკვე მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვარობა, გააძლევთ საშუალებას, რომ საუკეთესო თქვენი თვისებები მაქსიმალურად გამოავლინდოთ და ხელი შეუწყოთ მათ შორის ახალი პროექტების იდეების რეალიზაციას, თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას. ეს ის პერიოდი, რომელიც ფრიად პოზიტიურია მათ შორის პარტნიორული თანამშრომლობისათვის, კოლექტიური ძალისხმევისათვის. აქ ის პერიოდია, როდესაც იღბალი უკვე აშკარად თქვენს მხარეს გამოდის და ხელს უწყობს იგი კარიერულ განვითარებას. აქ მეგობრები, კოლეგებიც კი მაქსიმალურად მზად არიან დახმარება გაგეწიონ. მათ შორის ფინანსური კუთხითაც კი. მშვენივრად შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და უნარი, ძალიან კარგი პერიოდი.
პერიოდია ქორწინებისათვის, სასიყვარულო ურთიერთობისათვის და არა მარტო პარტნიორული ბიზნეს საქმიანი კონტაქტებიც იქნება მეტად ნაყოფიერი. ყველას კარგია თქვენთვის 4 და 7 მარტის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 2, 5 და ფრთხილად ასევე 3 მარტს ამ დღეებში. რაც შეეხება სასწორებს, სასწორებო ოპერაციული საენერგო ტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ძალიან გადაიღლებით, მოდეს შეულებრივად დაიღალეთ, მაგრამ ძალიან გადაღლა უკვე შესტუნებს დაგაშვებნებ და ემოციურ გაღიზიანებას გამოიწვევს თქვენში. მაგრამ მთლიანობაში პერიოდი კარგია, კარიული განვითარების კუთხით, მადლობს თქვენი პატივმოყვარეობა და სურვილი უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, დაიკავოთ მდგომარეობა საზოგადოებაში, ავტორიტეტი აიმაღლოთ, პროფესიონალურ სფეროშიც გინდა წინსვლა, შინაგანი სურვილები, იმპულსები უდაოდ კარგია და თვალშესაცემიც იქნება. ამასთან ერთად არ არის გამორიცხული, რომ თქვენ შეიძლება იპოვოთ გარკვეულწილად პარტნიორები, რომელიც ასევე დაგეხმარებიან გარკვეულწილად თქვენი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაში და ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს გარკვეულწილად გაფართოებას თქვენი გავლენის სფეროსი, რაც უდაოდ კარგია, მაგრამ ამავდროულად ცოტა მეტი ყურადღება ჭირდება. ნუ გადაიღლებით, ეცეთ არ გაცივდეთ, თორე ამ თქვენს გეგმებს და სურვილებს ეს ყველაფერი წყალში გადაგიღრით. რაც მეტად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნებთ იგივე კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ესეც მეტად ხელში უწყობს უკვე შემდგომ თქვენს კარიერულ განვითარებას და ამ თქვენი პატივმოყვარული სურვილების დასრულებას. აქ უკვე კითხვის ნიშნები დაედება თუ არასწორად იმოქმედეთ, გაითვალისწინეთ და ჯანმრთელობა გაიფუჭეთ. რისი ტენდენცია არის, მაგრამ აუცილებლობა არა. მთავარია თქვენ როგორ მიუდგებით მას. ზედმეტი გადაღლა გაცივება, რაც ყველა პრობლემას მეტად შეიქმნით. ყველას კარგია თქვენთვის 6 მარტის დღე რიცხვი და არ ვარგა 3 მარტის დღე და ეს რიცხვი, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა განვლოთ. რაც შეეხება მორიელებს, საკმაოდ კარგი პერიოდი, ერთ-ერთი საუკეთესო, ამიტომ რაც შეიძლება აქტიური მოქმედება, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება, მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენა, ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. ეს არის შემოქმედებითი პოტენციალის და სულიერი ძალის გამოვლენის საუკეთესო დრო. ინტერესი ეზოთერიკის, რელიგიის, ფილოსოფიის, ასტროლოგიის მიმართ ერთიორად მატულობს თქვენში და ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენ იპოვით ასო იმ ადამიანს, რომელიც იზიარებენ ამ თქვენს სურვილებს და ინტერესებს. ამასთან ერთად ფრიად პოზიტიური ღბლიანი პერიოდია, მათ შორის მგზავრობა, მოგზაურობის კუთხითაც კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღება უკვე 4 მარტიდან გაცილებით უკვე სასიკეთო და წარმატებული იქნება. არაერთ პრობლემას გადაწყვიტავთ, მეტომეტად თუ ეს იურიდიული პრობლემებია, ძალიან ადვილად გადაწყდება ყოველივე ეს. დავამშვიდობთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც კომპონენტურობასაც უკეთ გამოავლენ, თვით შემეცნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, იქ იხელსხობს ასევე თქვენი მიზნების დასახვას და რეალიზაციას და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი საგრძნობად აიმაღლებთ ავტორიტეტს. სიყვარულის დრო ამორიელებო, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო კონტაქტებისთვის, შვილებთან ურთიერთობისათვის, აქ ურთიერთგაგება მატულობს და სხვა შორის ქორწინებისთვისაც. ყველას კარგია თქვენთვის 4 მარტის დღე და რიცხვი და ცოტა ფრთხილად 3 და 6 მარტს ეს დღეები თქვენთვის არ ვარგა. შილდოსნებს რაც შეეხება აქტიურია ეს ნიშანი, მაგრამ უკვე ისეთი არა როგორც წინა პერიოდში. ამიტომ ენერგოტონუსი რადგან ცოტა ეცემა, ნუ გადაიღლებით. დაიღალეთ კი, მაგრამ არ გადაიღალოთ. მთლიანობაში პოზიტიური პერიოდია, იმიტომ რომ მაინც გაძლევთ საშუალებას კომუნიკაბილურობაც გამოავლინოთ, გონებამახვილობაც და შემდგომ ამიტომ შეიძლება ზოგიერთი თქვენი ფინანსური საკითხები ან მემკვიდრეობით საკითხებიც კი გადაწყვიტოთ. ამასთან ერთად ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას ახლობლების მხრიდან იღებთ დახმარებას, მეტუმეტეს თუ მათთან კარგი ურთიერთობა, მათი დახმარება იქნება დროული და ძალიან კარგი. და აქედან გამომდინარე ეს თვითრწმენასაც აძლიერებს. სხვა შორის ზოგიერთ საუპაცხოვრებო საკითხებით შეიძლება მოაგვაროთ, დაუშვათ სახლში უფრო კომფორტული სიტუაცია შეიქმნა, დაუშვათ შეიძინოთ ავეჯი ან სხვა სახის აპარატურა, რომელიც აქ უფრო მეტ კომფორტს მოგცემთ. ამ კუთხითაც პერიოდი უდაოდ ძალიან კარგია. ინტუიციაზე დაყრდნობით თუ ემოქმედებთ, უფრო სწორ არჩევანს გააკეთებთ და სწორ ნაბიჯებს გადადგათ. ყველას კარგია თქვენთვის 2 და 6 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგა 4, 8 მარტი და ცოტა ფრთხილად 3 მარტის დღეც ფრთხილად გავიაროთ. რაც შეეხება თხის რქებს, უპირატესკოლის პერიოდი კარგია, ფრიად აქტიური, ინტენსიური ურთიერთობების დროა, მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, სწავლისთვის ჩვენი პერიოდია, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ, ახალი ინფორმაცია მიიღოთ, მგზავრობა, მოგზაურობისთვის.
ასევე ძალიან კარგი პერიოდი ხელსკობს იგი ინტელექტუალურ განვითარებას. და ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოსას თქვენ პარტნიორთა დახმარებითაც შეგიძლიათ უფრო წარმატებითი მოქმედოთ, არაერთი საინტერესო იდეა განახორციელოთ, გააფართოვოთ თქვენი გავლენის სფერო და შემოქმედებით და პროფესიონალური კუთხითაც მეტად წახვიდეთ წინ. ყველას კარგია თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკვე 4 რიცხვიდან დაიწყება, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, 3 და 5 მარტის დღეები ცოტა ფრთხილად გავიაროთ მაინც. რაც შეეხება მერწყულებს, ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა ეცემა, ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად გრადი, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით. თუმცა მოდი აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოსას გარკვეულწილად შეიძლება რაღაც დაუშვათ ძველი საკითხების დასრულება. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელსკობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადრეული მათ შორის საქმეები დანაც შეიძლება მიიღოთ ფინანსები, რაც გაუმჯობესებს თქვენ მდგომარეობას და გარკვეული კომპენსაცია შეიძლება მიიღოთ ზოგიერთ საკითხებში მონაწილეობის გამო. ასევე საჩუქრების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეს ნიშანი, აქ გზადყოფნაში ხართ სხვათა დახმარებისათვის, შეიძლება დამოუკიდებელი ვალდებულებები წაიღოთ საკუთარ თავზე. ეს პერიოდი კარგია იმისთვის, რომ ჯანმრთელობასაც ცოტა მეტად მიაქციოთ, ყურადღებარისთვის არ გეცალოთ წინა პერიოდში და გარკვეულწილად ეს პერიოდი ხელსკობს ასევე ბიზნეს საქმიანობას, უღუნთ სულსწრაფობის გარეშე. მაშინ ექნებით გასვლებით წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 2 და 6 მარტის დღეები და არ ვარ 4-8 მარტი და ცოტა ფრთხილად 3 მარტის დღეც გავიაროთ ყურადღებით. რაც შეეხება თევზებს, თქვენი დროა თევზებო, საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ჯანი, ენერგია, ქარიზმა, შარმი, ვიზიდულობა, ყველაფერი თქვენს მხარეს არის, ყველაზე კარგი პერიოდი გაქვთ წლის განმავლობაში, ოღონდ 4 რიცხვიდან. პირველი 2 დღე კვირისა ფრთხილად გავიაროთ, დანარჩენი დღეები უკვე მაქსიმუმზე უნდა გახვიდეთ, რაც შეიძლება მეტად აქტიურეთ, ენერგია მეტი, ოპტიმიზმი წინა პლანზე, ფსიქოემოციური სტაბილურობა, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და ამიტომ შესაძლებლობები გაქვთ მრავალფეროვანი კონტაქტების შეხვედრები, მგზავრობა, მოგზაურობა, რეფორმების შემოტანა, ცვლილებები, მატერიალური და პროფესიონალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პროფესიონალური წინსვლა, ეს ყველაფერი თქვენს მხარეს არის. ამიტომ შემოკარგებო, იაქტიურეთ. მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ და იყავით წარმატებულები. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.